ჰამასის ტყვეების სახლში დაბრუნდნენ. ცოცხლად გადარჩენილი მძევლები უკვე ისრაელში არიან. ისინი ჰამასმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადასცა. ღაზის ორწლიანი კოშმარი დასრულებულია. ომის დასასრული კი დაწყებული. შეთანხმების ფარგლებში პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება დაიწყო ისრაელმაც. ოფიციალურ თელ-ავივს ტერორიზმში ბრალდებული 250 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებაც მოუწევს. მათგან 125 საზღვარგარეთ დაადეპორტებენ, 14 კი აღმოსავლეთი იერუსალიმში სახლში დაბრუნდება. მაშინ, როდესაც მხარეები მძევლებსა და პატიმრებს ცვლიან, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მშვიდობის აუცილებლობაზე საუბრობს. ჩვენ შორის ბევრი კამათია, მაგრამ ყველა მიზეზი გვაქვს, რომ უთანხმოება გვერდზე გადავდოთ, რადგანაც ჩვენ ერთობლივი ძალით მივახციეთ გამარჯვებებს, რომლებმაც მთელი მსოფლიო გააოგნა. ჩვენ გადავლახავთ გამოწვევებს და გამოვიყენებთ შესაძლებლობებს. ხვალ ახალი გზის დასაწყისია, აღმშენებლობის გზის, განკურნების გზის და იმედი მაქვს ერთიანობის გზის. ჰამასის ორწლიანი ტყვეობიდან გათავისუფლებულ მძევლებს იერუსალიმში დახვდა ამერიკის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი ის პირველი პრეზიდენტი აღმოჩნდა, რომელმაც ისრაელსა და ჰამას შორის მოლაპარაკებების პროცესი წარმართა და საკუთარი სამშვიდობო გეგმაც წარადგინა. დიპლომატიური წარმატებაც სწორედ თეთრი სახლის ლიდერის ანგარიშზეა. ამერიკის პრეზიდენტის სიტყვით გამოვიდა ისრაელის ქნესეთში. შედეგად კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის სპიკერისგან გაწეული როლის დაფასება და სამადლობელი სიტყვა დაიმსახურა. თუმცა იყო გაუთვალისწინებელი შემთხვევა. დონალდ ტრამპს ქნესეთში სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. დეპუტატები კი, რომლებიც შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან პალესტინის აღიარებას ითხოვდნენ, დარბაზიდან გააძევეს. დონალდ ტრამპი არის უდიდესი მეგობარი ისრაელის სახელმწიფოსი, რომელიც თეთრ სახლში ყოლია. არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ისრაელისთვის იმაზე მეტი ვიდრე თქვენ. გსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი უმნიშვნელოვანესი ლიდერობისთვის და შეთავაზების წარდგენისთვის, რომელმაც მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა მოიპოვა. წინადადება, რომელმაც დააბრუნა მძევლები და წინადადება, რომელიც ასრულებს ომს ჩვენი ყველა მიზნის მიღწევით, რომელიც ჩვენს რეგიონში ისტორიული მშვიდობის გასავრცელებლად ხსნის შესაძლებლობას. უნდა გითხრათ, რომ მასთან საქმის დაჭერა მარტივი არ არის, თუმცა სწორედ ეს ხდის მას დიდებულს. დიდი მადლობა, ბიბი, შესანიშნავი სამუშაოა. ასევე მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი მადლიერება არაბული და მუსლიმური მსოფლიოს ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომლებიც გაერთიანდნენ ჰამასზე ზეწოლის მძევლების გათავისუფლებისა და მათი სახლში დაბრუნების მიზნით. ჩვენ დიდი დახმარება მივიღეთ. როგორც ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ეს იქნება ოქროს ხანა ისრაელისთვის და ოქროს ხანა ახლო აღმოსავლეთისთვის. შარმ-ელ-შეიხში ღაზის შესახებ გლობალურ სამიტზე 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა. სამიტს ისრაელის პრემიერის სიმხათ თორის დღესასწაულის მიზეზით ვერ დაესწრო. თუმცა ამის მიუხედავად ევროპელებმა მიმდინარე ვითარება ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების პირველ და გადამწყვეტ ფაზად შეაფასეს და ცეცხლის შეწყვეტის მხარდასაჭერად არსებულ გეგმაზე ისაუბრეს. ისრაელელი მძევლების დაბრუნება ნამდვილი სიხარულის მომენტია ოჯახებისთვის და შვების მომენტი მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვიქნებით აქტიური ძალა პალესტინის დონორთა ჯგუფში, ასევე გამოვყოფთ ევროკავშირის დაფინანსებას ღაზას რეკონსტრუქციისთვის. დღეს ახლო აღმოსავლეთში იმედის იშვიათი მომენტია. მძევლების გათავისუფლება დიპლომატიის დიდი წარმატებაა და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე გადამწყვეტი ეტაპია. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს გარღვევა შესაძლებელი გახადა. ღაზაში მშვიდობის დაცვა უაღრესად რთული იქნება. სამშვიდობო გეგმას წარმატების მისაღწევად ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება. ევროკავშირი მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს. 4 შაბათს ის განაახლებს სამოქალაქო მისიას ღაზასა და ეგვიპტეს შორის სასაზღვრო გადასასვლელის მონიტორინგისთვის. ამ მისიას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის მხარდასაჭერად. დღეს ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების პირველი გადამწყვეტი ფაზაა. ახლა ჩვენ მთელი რეგიონისთვის ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა გვჭირდება. გაერთიანებული სამეფო ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას უზრუნველყოფს და ჩვენ მისი რეკონსტრუქციის დაჩქარების მცდელობებს უხელმძღვანელებთ. ამერიკის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის წყალობით ახლო აღმოსავლეთი საბოლოო მშვიდობის პირასაა, თუმცა ისრაელი კვლავ მუქარის რეჟიმში რჩება. თელ-ავივში აცხადებენ, რომ თუ ჰამასი მძევლების ცხედრების დაბრუნებას გადადებს, ეს შეთანხმების დარღვევა დაღიქმება და ისრაელის მხრიდან შესაბამისი პასუხიც მოყვება.